ივნისს თბილისში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ჩელოს სეზონი რუსთაველის თეატრში დაიწყო. ფესტივალს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი წარმოგიდგენდა. ივნისის ბოლომდე ყოველ შაბათს მსოფლიოს საუკეთესო ჩელისტები ცნობილ ნაწარმოებებს ასრულებენ. მათ შორის არის ქართველი ჩელისტი ლიზი რამიშვილი, რომელიც ჯერ სულ 17 წლისაა, მაგრამ უკვე მრავალ საერთაშორისო კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის გიუმრის საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის, მაგნატუნას პირველი ადგილისა და ოქროს მაგნატუნას მფლობელია. ის მახსოვს, რომ 3 წლის ვიყავი პირველად ჩემო ოპერაში რა წამიყვანა, ოპერის და ბალეტის თეატრში მუშაობს და სულ სპექტაკლებზე, ოპერებზე და ბალეტებზე დავყავდი და ის ჩამჩა ბავშვობიდან, ბავშვობიდან რაღაცა მუსიკასთან მქონდა შეხება. ჩემს ოჯახს დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე, იმიტომ რომ ყველა ჩემი ოჯახის წევრი არის მუსიკოსი. ბაბუა ჩემი იყო გიტარისტი, დედა ჩემი არის მევიოლინე, მამა იყო ალტისტი და ბებია იყო პიანისტი. აქედან გამომდინარე მეც მინდოდა რომ რაღაცაზე დამეკდა. ჩემი ბაბუა იყო ოთარ რამიშვილი, გიტარისტი, კომპოზიტორი და მომღერალი, რომელიც იყო ძალიან თავისებური ადამიანი, თავისუფალი. ბაბუისგან ის დამჩა, რომ ხედავდი ამ სიბერეშიც რო იჯდა და მეცაინეობდა 24 საათი. ძალიან უყვარდა ეს ინსტრუმენტი და ისე მინდა მიყვარდეს და ისე მინდა ვიყო, როგორც ბაბუა იყო. გამიმართლა, იმიტომ რომ ყავს ფანტასტიკური მშობლები. მართლა ძალიან კაი მშობლები, უბრალოდ რა ვუყურებ მათგან, სულ ამჭირდება რაღაცა მითხრან, უბრალოდ ისეთი ადამიანები არიან, რომ ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობ მათგან. ერთმანეთის ცხოვრებაში ვართ ძალიან ჩართულები, არ გვაქვს ის მომენტი, რომ რაღაცა ისე მოხდა, რომ რომელიღაცამ არ ვიცოდეთ. ჩემთვის ყოველი კონცერტი არის განსხვავებული და გამოყოფა ესე არც ჯილდოსია შემიძლია და არც კონცერტი. იმიტომ რომ მართლა ყველა კონცერტი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა და ამიტომ ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო ამ კონცერტებში. მე არა ვარ ძალიან წარმატებული, მე ვარ უბრალოდ რაღაცა ეტაპზე და ძალიან ბევრი მჭირდება რომ მართლა დიდ წარმატებას მივაღწია. მე მინდა რომ სხვას კი არ დავამსგავსო, არამედ ჩემი რაღაცა ჩემით გავაკეთო ყველაფერი. საერთოდ ზოგადად ემოციური ადამიანი ვარ და აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ როდესაც ადამიანი უკრავს, ის ამ დაკვრაში გამოხატავს თვითონ როგორი არის. და აქედან გამომდინარე, მე ემოციური ვარ და ემოციურად ვუკრავ, ამიტომ მუსიკაში ყოველთვის სულ ახალი რაღაცები ჩნდება, რაც ძალიან საინტერესოა და ძალიან ბევრმა არ იცის. და ფიქრობ, რომ ცოტა მუსიკაში ჩახედულები უნდა ვიყოთ უფრო, ვიდრე ვართ, იმიტომ რომ მუსიკა არის ისეთი რაღაცა, რასაც ინით ვერ აღწერ და ესა უბრალოდ გრძნობებზე და ინტელექტზე დამოკიდებული და მუსიკაში ეგა ძალიან დიდი ცხოვრება დევს. თითოეული დეტალი, მართა მივხვდი ამითი, რომ საერთოდ ლაპარაკი არცაა საჭირო, ისე შეიძლება უენოდ აღწერო მთელი ცხოვრება. შეეხება ისა, რა თქმა უნდა, შეიძლება ნიჭიერი იყო და არაფერი არ გააკეთო და ნიჭის ხარჯზე რაღაც ასაკამდე მიდიხარ და მე ვეღარ მიდიხარ. ამიტომ რა თქმა უნდა, შრომა არის ძალიან საჭირო. თუ ნიჭის გაქვს, ძალიან დიდი წარმატება შეგიძლია რომ მიაღწიო. თუ ვიღაცა რაღაც
რაღაცას ვერ აღწევს, ეს იმიტომ რომ ის არ არის უნიჭო, ის უბრალოდ არ აკეთებს ამისთვის არაფერს. და აქედან გამომდინარე, მე ეხა ამ ეტაპზე რაღაცას ვაკეთებ და შემდეგში რა იქნება არავინ არ იცის, მე თვითონაც არ ვიცი, უბრალოდ სურვილი მაქვს რომ ვიყო ჩელისტი, მეტი არაფერი.